საქართველო. ქვეყანა, რომლის მთავარი სავიზიტო ბარათი სტუმართმოყვარეობაა. ის თავისი ისტორიული ხედებით, ლამაზი ქუჩებით და თბილი ხალხით ყველა ქართველისთვის საამაყოა. სტუმარი ღვთისაა, ვამბობთ და ვიხსენებთ ჩვენი სტუმარმასპინძლობის უძველეს ტრადიციას. გვახსოვს ჩვენი წინაპრები როგორ უღებდნენ ყველას კარს და თბილად იგებებოდნენ სტუმრებს განურჩევლად. ამას ვასწავლეთ შვილებს, ამაზე ვწერთ ლექსებს და ამოდუხებლავთ ტურისტებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სტუმარი აქ მხოლოდ რამდენიმე დღით კი არა წლებით ჩამოდეს? რა ხდება მაშინ, როცა ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება? შიბა ერთ-ერთი მრავალრიცხოვან საერთაშორისო სტუდენტს შორის, ვინც საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოვიდა. რეალობა, რომელსაც ის და მისი მეგობრები ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ საჯარო სივრცეში აწყდებიან, განსხვავებულია. მათთვის შეურაცხყოფელი სიტყვები და დამცინავი მზერებია ის, რაც ჩვენ საყვარელ სამშობლოსთან ასოცირდება და სტუმართმოყვარეობაც მხოლოდ სიტყვად რჩება. გამარჯობა, მე ვარ შიბა. ჩემი ისტორია ცოტა უცნაურია. წარმოშობით ინდოელი ვარ, თუმცა ინდოეთში არ გავზრდილ ვარ. მე ქუვეითში დავიბადე და მთელი ბავშვობა იქ გავატარე. ახლა 23 წლის ვარ და საქართველოში 5 წლის წინ ჩამოვედი. მახსოვს ის დღე, როცა პირველად ჩამოფრინდი. პატარა ვიყავი და წინ დიდი გეგმები მქონდა. ჩემი მთავარი მიზანი სამედიცინო განათლების მიღება იყო. ახლა უკვე მეხუთე კურსზე ვარ და თითქმის ფინიშის ხაზთან ვარ. 5 წელი, ეს ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილია. ამ დროის განმავლობაში თბილისი ჩემი მეორე სახლი გახდა. აქ ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი მეგობარი შევიძინე, მაგრამ ამავე დროს ეს 5 წელი იყო ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოებას მივიღე ისეთი, როგორიც ვარ. სოციალური მედია შიბასთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალებაა. მას უყვარს ცეკვა და საკუთარი ენერგიის სხვებისთვის გაზიარება. თუმცა ყოველი ახალი ვიდეო და TikTok-ზე მისი განთავსება შიბასთვის ძალიან სტრესულია. აქ კომენტარების ველში ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა ხშირად რადიკალური სიძულვილით იცვლება. გამარჯობა, მე ვარ შიბას ერთ-ერთი მეგობარი. შიბა გავიცანი რამდენიმე წლის წინ და მას შემდეგ გვაქვს ხშირი კონტაქტი. მოგეხსენებათ, რომ შიბა არის TikTok-ერი, დებს თავის ცეკვის ვიდეოებს და ხშირად იღებს სხვადასხვანაირ კომენტარს. არსებობს ასე ვთქვათ პოზიტიური კომენტარებიც, მაგრამ ხშირია ქართველი ადამიანებისგან ნეგატიური კომენტარებიც და ხშირად მიწევს მათი გადათარგმნა შიბასთვის. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან არსებობენ ძალიან ბოროტი ადამიანები, რომლებიც რასისტულ და მსგავსი ცუდი შინაარსის შემცველ კომენტარებს უწერენ შიბას და მიჭირს მათი გადათარგმნა მისთვის პირდაპირ თქმა თუ რას ამბობენ ადამიანები მასზე და ხშირად მიწევს მისი მოტყუება. უნივერსიტეტის გარეთ შიბას ცხოვრება ისეთივეა, როგორც ნებისმიერი 23 წლის ახალგაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ხშირად აწყდება აგრესიას, ხოლო ქუჩაში ცივ მზერას, ეს მაინც ცდილობს, რომ საქართველოში გატარებული ყოველი წუთით ისიამოვნოს. როცა მოლში სეირნობს, ახალ ტანსაცმელს ათვალიერებს ან სახლისთვის სურსათს ყიდულობს, ის ყველას მსგავსად უბრალოდ ადამიანია. შიბამ კარგად იცის, რომ სოციალურ მედიაში წაკითხული ცუდი კომენტარები მის მიმართ მთელი ქვეყნის დამოკიდებულებას არ ნიშნავს. მან ისწავლა ნეგატივის მიღმა იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც გვერდში უდგანან. სწორედ ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გამოცდილება. მეგობრები. ცოტა ქართული ვისწავლე. ვიცი, რომ ინტერნეტში ბევრ ცუდ რამეს მწერენ, მაგრამ ჩემი ქართველი მეგობრები საოცარი ადამიანები არიან. როცა რაღაცის თარგმნას ვთხოვ, ხვდები, როგორც ცდილობენ კომენტარები შელამაზებულად მითხრან, რომ არ მეწყინოს. ვიცი, მიცავენ და მომხნევებენ. სწორედ მათში დავინახე ამ ქვეყნის ნამდვილი სახე. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ჩემ ქვეყანაში და სხვაგანაც, მაგრამ საქართველოში ბევრი ისეთი გულწრფელი ადამიანია, ვინც ჩემს კანის ფერს საერთოდ არ უყურებს. ამაშია ნამდვილი სილამაზე და ეს მაძლევს ძალას, რომ აქაურობა მიყვარდეს. ჩვენს ქვეყანას შიბას მსგავსად უამრავი სტუდენტი ეწევა. მთავარია გვახსოვდეს, რომ საქართველოს სტუმართმოყვარეობა არ არის მხოლოდ სუფრა და სათხე გრძელები. ეს არის თავისუფლება, რომელსაც ქუჩაში, მოლსა თუ ტრანსპორტში გრძნობენ ადამიანები, ისე როგორც ჩვენი წინაპრებისგან გადმოუცილ სტუმართმასპინძლობის ტრადიციაში შეეფერება.